ბედობა როგორც ასეთი, ეს არ არის ეკლესიური, არ არის ეს მართლმადიდებლური და მართლმადიდებლობისაგან ძალიან შორს დგას თვითონ ეს სიტყვაც და ტერმინოლოგიაც, იმიტომ რომ ბედობა, ანუ ბედისწერა, თითქოს ვიღაცა ღმერთის გარდა კიდევ არის კიდევ ვიღაც არსებობს მის დაუნებურად და თითქოს ის წერს ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამით უფალს უარყოფს და უფალი ბრძანებს, რომ ორი ბატონის მსახურები ვერ იქნებით, ან უფლისა იყავით, ან მამონას. არის სრული უაზრობა, ვაბრალოთ, რომ აი ეს ამის გამო დაგვებედა. ან ვთქვათ, ადამიანმა წავიდა და კაცი მოკლა და ეს იყო მისი ბედის წერა. ან ადამიანმა წავიდა სიკეთე გააკეთა, მისი ბედისა ყოფილაო, რომ გააკეთა ეს სიკეთე. მაშასადამე აქედან ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ უფალს თითქოს ჩვენთვის არ მოუწია თავისუფალი ნება, არამედ ჩვენ შექმნა რაღაც მექანიზმად, რომელსაც რაღაცას დაუწერენ, წავა და იმას გააკეთებს. რომელსაც ვიღაცა თითქოს ხურში ჩასჩურჩულებს, წადიშენ ეს გააკეთე და ის ამას გააკეთებს. მაშინ ჩვენ უარყოფთ უკვე უფლისაგან მონიჭებულ თავისუფლებას და ჩვენ ამით უფალს შორდებით. უფალმა მოგცა ჩვენ თავისუფლება და თავისუფალი არჩევანის საშუალება. კეთილი ავირჩიოთ თუ ბოროტი და ამიტომ გმართებს ნებისმიერ მართლმადიდებელ ადამიანს, რომ უნდა ავირჩიოთ სიკეთე. Όλοι ადამიანისათვის ბედობის დღეა, მისი დილის გათენება, მისთვის დაღამება, რათა მას მიეცა ეს დღე სიმშვიდისათვის, უფლის სადიდებლად, და აქედან გამომდინარე ადამიანისათვის ეს ყოველი დღე ბედობაა. არ შეიძლება რომელიმე დღე იქნეს რომელიმე დღის ნაცვლად გადავლებული, რათა ყოველ დღეს ჩვენ ვიცით, რომ ყოველი დღე ეკლესიაში აღინიშნება წმინდათა ხსენებით და ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ დღეს ვევედრებით ამა თუ იმ წმინდას. აქედან გამომდინარე ყოველი დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის. ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის თავისი სარწმუნოებრივი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ის თუ კეთილგონიერია, კეთილგონიერებით წარემართება მისი მომავალის პლანი, თუ ის არის ასევე მორწმუნე ადამიანი, ეკლესიური და მადიდებელია ღმერთისა, შეგახსენებთ, რომ მისი მომავალი ცხოვრება ამ ქვეყანაზეც და მინდა გითხრათ, იმ ქვეყანაზეც ეს იქნება მისი სულის ხონება. ახლა ახლოვდება შობა, ახლოვდება კალენდარული ახალი წელი უпроსწორად და რატომღაც ძალიან ბევრი ადამიანი შობამდე ზეიმობს ახალ წელს რაღაც განსაკუთრებულად, რამეთუ და არასწორია ეს, იმიტომ რომ ჯერ შობა მოხდა მაცხოვრისა და შემდგომ დაარსდა ახალი წელი და ახალი წელთაღრიცხვა. ამიტომ უგუღმა არ უნდა გავაკეთოთ ადამიანმა, თუმცა ახალი წელი როგორც კალენდარულად დამდგარი ახალი წელი უნდა აღინიშნოს. მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას თავის რიტუალური მნიშვნელობა ენიჭება, კერძოდ მეორე დღეს თითქოს არის რაღაც ბედობა, ერთმანეთს ულოცავენ, რაღაცებს უსურვებენ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წარმართული და არასწორი წესია. არავითარი ბედობა, არავითარი ესეთი დღე განსაკუთრებული იმისათვის, რომ თითქოს ადამიანის ცხოვრებაში ეს არის, გამოდის, რომ ესე იგი ადამიანის ცხოვრება დამოკიდებული არა თვით ადამიანზე, არამედ დამოკიდებული ყოფილა რომელიმე დღეზე. რაც ეს რა თქმა უნდა აბსურდამდე მიგვიყვანს ამაზე მსჯელობა და რაც ყველაზე უარესია, ეს არის საკმაოდ დიდი ცოდვა და რაც დრო გადის სამწუხაროდ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს თითქოს ეს ცნობიერებაში, რასაც ჩაიბეჭდოს. ეს მხოლოდ ეშმაკის წისქვილზე ასხამს. ეს რა ცუდი ფეხის დარჩა, ეს როგორ დაგვემართავ? რა შუაში არის აქ ან ვინმეს ფეხი, ან ხელი, ან რამ ყველაფერი განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების წესი. თუ როგორ ცხოვრობ ჩვენ ღვთის წინაშე, ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ ნებისმიერმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა და არა იმ ადამიანს ვაბრალოთ, რომ აი ის ამ ფეხის დარჩა, ის იმ ფეხის დარჩა. პირიქით, ნებისმიერი სტუმარი ღვთისაა. იმიტომ რომ უფალი ბრძანებს, რომ მაშინ როდესაც მე მოვალო, მე გეტყვით, მშიერი ვიყავი და მაჭამეთო, წყუროდა და მასვითო, შიშველი ვიყავი და შემოსეთო, სნეული ვიყავი და მიმალეთო და ეტყვიანო ეს ხალხი უფალო როდის გიყავით ყოველივე ესო, ხოლო უფალი ბრძანებს, რომ რაიცა უყავით კაცობრიობის ამ ერთ ნაწილს, ის მე მიყავითო და აქედან გამომდინარე ეს არის სრული უაზრობა არის. დაგვებოდეს, არაფერი არ გვებადება. ყველაფერი რაც კი ხდება, თუ რაიმე ცუდი ხდება ჩვენს თავს ნებისმიერ დღეს, ეს ისევ და ისევ ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარე. ამიტომ რომ წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ სამი რამის გამო ემთხვევა ადამიანს უძლურება, სნეულება და განსაცდელი. ეს არის ერთი იმისათვის, რომ
განმტკიცდეს და ამით თავისთავად შენდობა მიეცეს მისი ჩადენილი ცოდვების რამე თუ დღეისათვის ჩვენ არ შევწევს იმის ძალა, რომ სრულად გამოვისყიდოთ ჩვენი ცოდვები. მეორე ეძლევა რომ გამოფხიზლდეს და ისევ მტკიცედ და მედგრად დადგეს თავის სარწმუნოებაში. ხოლო მესამე უკვე უფალი კიდევ წყალობას იღებს ადამიანის თავზე იმისათვის, რომ რათა შემდგომში როგორც მოგვეხსენება ადამიანი, როდესაც გარდაიცვლება, წარსდგება ის ღვთის წინაშე და მას ევლის უფლის სამსჯავრო და რათა დასჯილი არ იქნეს მისი ცოდვებისათვის, ამისათვის ევლინება მას აი მესამე შემთხვევაში ღვთისაგან, ესა თუ ის უძლურება იქნება თუ განსაცდელი. საგონებელში უნდა ჩავაბდოს ჩვენმა ცხოვრება, რადგანაც ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე არის ის განსასწრებლებიც, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასე რომ იმაზე მეტი უნდა ვიფიქროთ, რომ ასე ვთქვათ, სულიერად მოწესრიგდეთ და თავისთავად ასე ვთქვათ, ჩვენი პირადი ცხოვრება გავიუმჯობესოს და მეცაც ვიტყვით, რადგანაც ჩვენ ლაპარაკობთ არა მარტო პირადი გონების კარნახით, არამედ იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც აქვს ეკლესიას საუკუნეებრივად და იმ სწავლების მიხედვით, რომელსაც გვაძლევენ მამები, მთელი ამ საუკუნეების მანძილზე, რომელიც ღვთისგაბზნობილნი არიან, სულიწმიდით მოსილნი არიან და რომლებიც გვასწავლიან, რომ არამც და არამც არ შეიძლება აყოლა იმ სულწმენებზე, რომელიც ათასმხრივად, რა თქმა უნდა, ადამიანის სულს აბყოლებენ და ხელს უშლიან იმისათვის, რომ ადამიანი, ესე ვთქვათ, წესში გამართული მივიდეს უფალთან, წესში გამართული შეუდგეს უფალს და სინანულით მოინანიოს ის, რაც მართლა ნამდვილად აბყოლებს მას აი ამ ცხოვრებაში. არ შეიძლება რომელიმე დღით დაკნინდეს სხვა დღეები და ამ შემთხვევაში საუბარია ეგრეთ წოდებულ დღეზე, რომელსაც ჩვენ ბედობის დღედ უწოდებთ და ეს არ შეიძლება აი ამ დღით რა დააშოვა სხვა დღემ, რათა სხვა დღეც არანაკლებ და არანაკლებ მნიშვნელოვანია. იგივე სხვადასხვა სულწმენები, რომელიც დღემდე შემორჩენილია, ავიშის მარი, იგივე თავშოთ სხვადასხვა ცხოველმა გადაირბინა, გადმოირბინა და ამაზე რა თქმა უნდა ერთ ალიაკოც რა მოყვება თითქოს ამას რა უნდა მოყვეს. თუკი ჩვენ მივდივართ ქუჩაზე ჩვენი ნებით, ის ცხოველი თავისი ნებით მიდის იმ ქუჩაზე და შეიძლება რომ გადაირბინოს წინ, მაგრამ ამას არავითარი დატვირთვა არ აქვს ისეთი რომ ამან ესე ვთქვათ საგონებელში ჩაგვაბდოთ. დავფიქრდეთ ამ ახალი წლის დადგომამდე თუ რა გაგვიკეთებია მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ღვთის წინაშე, რა სათნო საქმეები გაგვიკეთებია, რა ჩაგვიდენია ცუდი სიგვახე სიავე და უნდა ვეცადოთ ამის გამოსწორებას და არა იმაზე ფიქრს ვანდომებდეთ, რომ აი მოდის ორი რიცხვი და ბედობა არის და აბა ვის რა დაგვებედება. არავის არაფერი არ გვებედება. ყველაფერი არის ჩვენს ხელში. ჩვენ შეგვიძლია თავად ყოველივე წარმართოთ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ეს არის საუბარი გარკვეულად იმ დღისათვის, როდესაც ადამიანი რომელიმე დღეს მიაწევს განსაკუთრებულ ავის მომასწავებელს, მნიშვნელობებს, ეს დღე ყველასათვის უცნობია, ეს დღე არ არის ის დღე, როდესაც შეიძლება ადამიანმა გაითენოს დილა, დაიდგოს, დაიყენოს თქვათ დღე ისე დააღამოს, რომ არის რუნოს თავის სულისათვის და ყოველი წელი იქნება ესე უზრუნველი. თუ ამას ჩვენ გარკვეული წადილით ესე ვაკეთებთ, მაშინ საკუთარ თავს განწირულობისათვის ვამზადებთ. რათა ყოველი დილიდან დაწყებული დაღამებამდე არა ხორციელი საზრუნავით, არამედ სულიერი საზრუნავით უნდა გავატაროთ ეს დღე. სიკეთე უფლისა და უფლის წყალობა უნდა ავირჩიოთ. უნდა ვიყოთ მტკიცედ და მედგრად ჩვენ სარწმუნოებაში და უფალს მადლობდეთ უნდა ყოველი დღისათვის, რაიცა მოგვეცემის ჩვენ ნებისმიერ დილას. იმიტომ რომ ყოველივე ღვთისაგან ბოძებული არის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთხელ და სამუდამოდ რა არის ადამიანისათვის უმთავრესი. უნდა ახსოვდეს ნებისმიერ ადამიანს უმთავრესი არის მისთვის სულის ცხონება. ხოლო იმისათვის რომ სული ვიცხონოთ, უნდა ვიცხოვროთ ღვთისათნო ცხოვრებით და წავიკითხოთ უფრო ხშირად წმინდა მამათა წერილები თუ რა არის საჭირო იმისათვის, ამა თუ იმ მდგომარეობაში, როდესაც ვიმყოფებით.
ამისათვის დაწესებული არის ღვთისაგან მისი მსახურნი, მღვდელმთავარნი, მღვდელნი და უნდა მივმართოთ ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად. უნდა ვიაროთ ტაძარში, აღსარება ვავაროთ, ვეზიარებოდეთ, მარხვას უნდა ვინახავდეთ და ლოცულობდეთ და უფალი მოიხებს წყალობას და ჩვენ უკვე აღარ ვიქნებით დამოკიდებული და შეშინებული. ჩვენი ცხოვრება და ჩვენი დღე ისე იყოს განვლილი, რომ არ კონდეს უფლება მიცემული საკუთარი თავისათვის, ცოდვა ქნათ და დანაშაული ჩავიდინოთ, ვინაიდან ყოველი დღით შეიძლება ჩვენ დავშორდეთ ერთმანეთს. ნებისმიერმა უნდა იცოდეს, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს, რომ ის დამაბრკოლებელი არის მასთან სტუმრის მისვლისა, იმიტომ რომ ნებისმიერს რამდენიმესათვის რომ მიკითხავს, რომ აი დღეს რატო არ მოდის სტუმრად, ან იქ რატო არ მიდიხარ, დღეს ბედობა არისო და არ მინდა მივიდეო. არადა ამ დროს მას ადამიანი ელოდება დიდი სიხარულით ის როდის მივა და როდის მიაკითხავს და იცოდეს ნებისმიერმა ადამიანმა, რომ ის არის დამაბრკოლებელი იმისა, რომ მასთან ადამიანი მივიდეს. პირიქით, თუ კი ღვარს წავს ესავს, მოვიგვით ღვარს. თუ კი ბოროტებას დავთესავთ, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოვუკითხით ევ ჩვენთაგანი. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ კარგად გავითვისნობიეროთ ის, რაც ასე ვთქვათ, ჩვენ სიკვდილი არის, რაც ჩვენს ხელთ ვიყრია და მთელი არსებითა და გულით მივენდოთ უფალს, მოვიყაროთ მუხლი უფლის წინაშე და ვევედროთ, ვილოცოთ, თავისთავად უფალი არის წარმართველი ჩვენი ცხოვრებისა და არა სხვა რამ, რაც რა თქმა უნდა დაბრკოლებად დგას ჩვენი სულების გადარჩენისათვის. დღეს უამრავი ჰოროსკოპების და ასევე სხვადასხვა წინასწარმეტყველები, რომლებიც გამოჩნდეს, ისინი ყველანი არიან ცხრუნი და არავით არის კავშირი მათ სარწმუნოებასთან არ აქვს. ასევე არავით არის ჭეშმარიტებასთან კავშირი არ აქვს ბედობას. ადამიანის ცხოვრებაზეა დამოკიდებული, მის წესზე, მისი სული ცხონდება თუ არ ცხონდება და მისი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული არა და არა რომელიმე დღეზე და რომელიმე რამე ბედზე, რომელიც საერთოდ არ არსებობს. არსებობს ღვთისნება და არსებობს ადამიანის დამორჩილება ან არ დამორჩილება ღვთისნებაზე. ღმერთმა დაალოცოს და მრავალშობა ახალწელს დაასვას ყოველი ღვთისნიერი ადამიანი და ყველა ზეღვაწოს და გვეღვაწოს იმისათვის ერთსა და ბერს, რათა ჩვენი სული ცხონდეს. ყოველი დღე უფლის ადიდებლად გვეძლება ჩვენ და აქედან გამომდინარე ვადიდებდეთ უფალს, ვაქებდეთ, განვადიდებდეთ, რათა წყალობა მადლი და სიკეთე არ მოგვაქვს ჩვენ. ღმერთს მადლობა იმისათვის, რაც გვაქვს ნაბოძები მისაგან, ღმერთმა მრავალს დაგასროთ დამდეგ შობა ახალ წელს და ღვთის მადლი და წყალობა არ მოკლებოდეთ.